5 რჩევა უკეთესი ძილისთვის, მეხუთე კი ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველი, დაძინებამდე ბოლო 1 საათის განმავლობაში ნუ გამოიყენებ ტექნიკას, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებს. ეკრანებისგან გამოსხივებული ლურჯი სინათლე ამცირებს მელატონინის გამოყოფას და თან ამასთან ერთად ძილის წინ თუ სოციალურ მედიასაც სკროლავ, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ტვინზე და არაძლევს მას განტვირთვის საშუალებას. წაიკითხე წიგნი, გააკეთე სუნთქვითი ვარჯიშები, დაბალი ინტენსივობის გაწელვები ან ნებისმიერი რამ, რაც ტვინის მოდუნებაში დაგეხმარება. მეორე, არ ჭამო დაძინებამდე 2-4 საათით ადრე. ძილის წინ ჭამა განსაკუთრებით დიდი და კომპლექსური კერძების ხელს უშლის მონელებას, ანელებს ჩაძინების პროცესს და ამცირებს ძილის ხარისხს. აქვე დავამატებ, რომ ძილის წინ ბევრი წყლის დალევაც არაა კარგი, რადგან ამან შეიძლება ღამე გაგაღვიძოს. მესამე, ივარჯიშე. ალბათ იცი, რომ ვარჯიშს უამრავი დადებითი მხარე აქვს და ის ძილზეც ძალიან კარგად მოქმედებს. ოღონდ გაითვალისწინე, რომ უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში არც ისე კაია, რადგან ის ზრდის სხეულში და ტემპერატურასა და ადრენალინს. ასე რომ თუ საღამოს ვარჯიშობ, გააკეთე ეს დაძინებამდე 1-2 საათით ადრე. მეოთხე, გაღუძებიდან მალევე მიიღე მზის სინათლე. დილის შუქზე 10-20 წუთის გატარებაც კი საკმარისია. ოღონდ უმჯობესია ეს გააკეთო გაღუძებიდან პირველი 1 საათის განმავლობაში. ეს ჩვევა არეგულირებს ბიოლოგიურ საათს და ხელს უწყობს მელატონინის სწორ დროს გამოყოფას, რაც ძალიან ეხმარება ძილს. მეხუთე, გქონდეს ძილის რეგულარული გრაფიკი. ეცადე რომ ყოველდღე დაიძინო და გაიღვიძო დაახლოებით 1 და იმავე დროს, შაბათ-კვირასაც კი. ეს არის ალბათ ყველაზე აუცილებელი ფაქტორი ძილისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული რეჟიმის ქონა ისეთივე, ან შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ძილის ხანგრძლივობა.